Პროკურატურა შესაძლოა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიით დაინტერესდეს. ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია საჩივარს ამზადებს. ასოციაცია იმ უკანონო სქემაზე საუბრობს, რომლითაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბილაინის სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ბრალდებას უპასუხოდ ტოვებს. მის ნაცვლად ახსნა განმარტებებს მარეგულირებელი კომისია აკეთებს. არსებობდა თუ არა კორუფციული გარიგება სახელმწიფო უწყებასა და ბილაინს შორის. თემაზე დღეს ბექა ბარამიძე მუშაობდა. კომუნიკაციის რეგულირების წესებით შესაძლოა საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს. პროკურატურას მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლას ახალგაზრდა ფინანსისტების თხოვენ. საქმე ეხება მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ბილაინის სასარგებლოდ ჯეოსელისა და მაგთის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას. ირკვევა, რომ 2 წლის განმავლობაში ბილაინის ქსელში ჩართვისთვის მაგთისა და ჯეოსელს თითოეულ წუთზე 14.8 თეთრი უნდა გადაეხადა. მაშინ როცა იგივე მომსახურებისთვის ამ კომპანიებს ბილაინი 8 თეთრს ურიცხავდა. ურთიერთჩართვის ტარიფი ამ კომპანიებს შორის 2012 წლიდან დღემდე 3 თეთრით განსხვავდება. ბილაინს კავშირგაბმულობის ბაზარზე ისევ პრივილეგია აქვს. რამდენად ჰქონდა კორუფციულ გარიგებას და კორუფციულ სქემას ადგილი, ამის თქმა ჩვენთვის ძალიან ძნელია და სწორედ ამიტომ დღევანდელი ბრიფინგით მივმართეთ პროკურატურას და თუ საჭირო იქნა შესაძლოა ოფიციალური წერილითაც მივმართავთ, რომ შეისწავლოს ეს საკითხი და თუ ჰქონდა ადგილი მართლაც კორუფციულ გარიგებას, რა თქმა უნდა, ამისთვის პასუხი უნდა აგოს ნებისმიერ მხარემ, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ გარიგებაში, თუ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთ გარიგებას ჰქონდა ადგილი. 3 წლის წინ კომისიის გადაწყვეტილების მოტივად ბილაინის როგორც ბაზრის ახალი მოთამაშისთვის გათვალისწინებული შეღავათები დასახელდა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ ბაზრის 15%-იანი წილი მოიპოვა, კანონით მარეგულირებელ 3 კონკურენტი ოპერატორისთვის ურთიერთჩართვის იდენტური ტარიფი უნდა დაედგინა. კომისიამ კი ბილაინს ისევ შეღავათი მისცა. ბაზარზე წილობრივი გადანაწილება ამ 3 კომპანიას შორის იმდენად განსხვავებულია, რომ ბილაინი ჯერჯერობით მაინც შედარებით პატარა კომპანიად რჩება. შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა ეს მონაცემები და განსხვავებული ტარიფი დაუწესა კომპანია ბილაინს. კითხვას განვითარდა თუ არა სასათბურე პირობებში ბილაინი არ პასუხობს. კომპანიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ რეგულირების ნორმებს ექვემდებარებიან. საპირისპიროს ამტკიცებენ კონკურენტი კომპანიები. მაგთიკომს მარეგულირებელ კომისიასთან ამ საკითხზე დღემდე სასამართლო დავა აქვს. 2011 წლიდან მაგთიკომმა არაერთხელ მიმართა კომისიას მოთხოვნით, რომ ჩაეტარებინა კვლევა მობილური ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით. კომისიის რეაგირება მოხდა მხოლოდ 2012 წლის 1 თებერვალს, როდესაც მარეგულირებელმა მობიტელის ურთიერთჩართვის ზღურული ტარიფი 11 თეთრის ოდენობით დაადგინა. მაგთიკომმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის წესებული ზღურული ტარიფი არ უნდა ყოფილიყო განსხვავებული. მარეგულირებელი კომისიის მიდგომა, რომ ბილაინს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ჯეოსელიც ადასტურებს. მეცხრე არხის შეკითხვაზე ჯეოსელის წერილობით პასუხობს, რომ კანონი კომუნიკაციის რეგულირების შესახებ ამ ტიპის სატარიფო სხვაობებს არ ითვალისწინებს. თუ ოპერატორი მიჩნეულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, მასზე ასევე ცალსახად უნდა გავრცელდეს ურთიერთჩართვის ზღურული ტარიფის ვალდებულება. მსოფლიო პრაქტიკა მაჩვენა, რომ ასიმეტრიული ურთიერთჩართვის ტარიფები ქმნის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, რაც საზიანოა როგორც ოპერატორებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. უცნობია დაინტერესდება თუ არა პროკურატურა მობილურ სატელეფონო საუბრებზე ურთიერთჩართვის ტარიფების სხვაობით მიღებული შემოსავლების კანონიერებით. 2 კომპანიის მიერ ბილაინის კანონდარღვევით სუბსიდირების კვლევის მასალებს ახალგაზრდა ფინანსისტები გამოძიებას მალევე მიაწვდიან.